რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას. სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია მუშაობას ასრულებს. რაოდენობის ზარალი მიადგა აჭარის რეგიონს რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმების დროს ციფრები კვირის ბოლოს დაზუსტდება. წინასწარი გათვლებით კი აჭარის მთავრობის დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით თანხა 2 მილიონამდე მერყეობს. სახსრების ნაწილი რეგიონიდან, ნაწილი კი პრემიერის ფონდიდან გამოიყოფა. თანხების გაცემა არჩილ ხაბაძის თქმით მომავალი კვირიდან დაიწყება. უკვე მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია, მეორე ეტაპი კი დაზიანებული ხიდების განახლება იქნება. პირობითად ვიცით, რომ დაახლოებით მილიონიდან 2 მილიონამდე იქნება ზარალი, რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს უკვე მიმდინარეობს და დავალება მივეცეს შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ახლო პერიოდში გზების რეაბილიტაციას დაასრულებენ და დავიწყებთ ხიდების აღდგენის, რამდენიმე ხიდია რეგიონში დაზიანებული აღდგენას და ჩვენ დავიწყებთ მომავალი კვირიდან ალბათ უკვე ანაზღაურების პროცესს. კაპიტალურ დანახარჯებს რაც შეეხება ჩვენ ამ ნაწილში შევძლებთ ჩვენი ასე ვთქვათ შესაძლებლობებით ამ პრობლემის მოგვარებას, ხოლო რაც შეეხება კომპენსაციების ნაწილში ვფიქრობ, რომ პრემიერის ფონდი ამისთვის დაგჭირდება.